ეუბნება რომ ძალაუფლებას გაძლევ შენ, ამის შემდეგ ეუბნება რომ მოვიდა ის დრო რომ იერუსალიმს უნდა ავიდე, დავითმინო მრავალი ტანჯვა, უხუცესთა და მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ უნდა მიუცე ჩემი თავი და მოკლან და აღდგეს მესამე დღეს. შეეფერება ხა ეს მეფეს. ხოცნაურია. ამიტომაც პეტრე რომელიც შეაქო აი წინა ორი წუთის წინ პეტრემ შეაქო ქრისტემ შეაქო პეტრე რომ ნეტარი ხარ რომ აი შენ ამას მივხვდი ჩვენ ხო ესე გვემართება ხომ ხანდახან რომ შეგვაქებენ ცოტა მე ატაცებულები ვართ ხომ ამ ქებით როგორც ჩანს და პეტრემ როგორც ჩანს გონია მას რომ ბევრი იცის უკვე როგორც ჩანს ნეტარია რომ ეს შემეცნება აქვს და გაიყვანა გვერდზე ქრისტე და უმტკიცებს რომ შორშენგან უფალო ღმერთმა დაგიფაროს ამას ეუნება ღმერთმა დაგიფაროს რას ქვია მეფე ხარ ისრაელში მოხვედი და უნდა მოკვდე ახლა პეტრე არ ესმის არც პეტრეს ეს როგორ უნდა მოხდეს რომ ჯერ ტანჯვა და შემდეგ დიდება რადგან ისრაელში ამ დროს გავრცელებული იყო პირველი შეხედულება ნახეთ ის ბიბლიაში ჩვენ ხო ამაზე გვილაპარაკია ისრაელში ბიბლიაში უბრალოდ ბიბლიაში ორივეს ვხედავთ ჩვენ ორივეს ტანჯულ ქრისტეს და დიდებულ ქრისტეს ხო აი ძველ აღთქმას გულისხმობ მე რომ და ებრაელებისთვის ახლა ეს გაუგებარი იყო ისინი ხო ერთ მოსვლას ელიან ქრისტესას ხო ისინი მესიის ერთ მოსვლას ელიან და რატომ ჩანს ბიბლიაში ზოგან ტანჯულია ეს მეფე და ზოგან დიდებულია ხო მაგალითად დანიელ წინასწარმეტყველის მე-7 თავში წერია რომ ვიხილე ის რომ მოდიოდა ღრუბლებით დიდებული და მიიყვანეს მეფესთან ღმერთთან მიიყვანესო ისო ქრისტე და მიეცა მეფობა მსოფლიოს ყველა სამეფოზე და ყველა ხალხს ხომ მაგრამ ზოგადღილას წერია რომ მას მოკლავენ ამოფხრიან აი იგივე დანიელის მე-9 თავში წერია რომ მესია როცა მოვა ამოიძირკვება ამოთხრიან აი ამოძირკვავენ და მოკლავენ მას ხო აი მაგალითად ნახეთ ეს ადგილი მინდა გაჩვენო თქვენ იესაია წინასწარმეტყველი ერთ თავში არის ორივე ნათქვამი აი ნახეთ ესაიას 53 თავი ჩვენ მე მგონი ჩვენ ადრეს განვიხილოთ მაგრამ შეიძლება ბევრი რამე აღარ გახსოვს ხო წერია ესაიას 53 თავი არის სახარება ძველ აღთქმაში წერია საძულველი იყო კაცთაგან და ათვალწუნებული გატანჯული და სნებამორეული ერთი იმათთაგანი ვისაც პირს არიდებენ საძულველი იყო და არად ვაგდებდით და მათი რაბინები ამას ყოველთვის განმარტავდნენ ასე რომ ეს ლაპარაკია მაშიახზე ცხებულ მეფეზე ხო საძულველი ათვალწუნებული გატანჯული სნებამორეული და არად ვაგდებდით მას ჩვენ ანუ არ ვაქცევთ ყურადღებას ნამდვილად კი მანიკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი ჩვენ კი გვეგონა ღვთისაგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული ნაცემ ნაგვემია და დამცირებულია და ისეთი საზარელი შესახედი იყო რომ თვალს ვარიდებდით ანუ ჯვარზე ხო წარმოგიდგენიათ როგორი ნაცემი და ის იყო დასახიჩრებული რომ თვალს ვარიდებდით აი ხო წავიკითხეთ ჩვენ მეორე მუხლში მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი და ჩვენი უკეთურებისთვის დალეწილი მეფე დაჭრილი და დალეწილი ხო აი ნახეთ და ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ წყლულები აქვს და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ ყველანი ცხრებივით დავეხეტებოდით თითოეული ჩვენგანი ჩვენ გზას ვადექით უფალმა კი მას შეყარა ყოველ ჩვენქანის უკეთურება ჩვენი სიმძიმე და უკეთურება მას დააკისრა ღმერთმა მეფეს ევნო და ეწამა მაგრამ არ დაუძრავს ბაგე რომელი მეფეა ნებული და წამებული კრავი დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ხვარი დუმს სპარსველთა წინაშე მასაც არ დაუძრავს ბაგე მეფე მიიყვანეს სხვარივით დასაკლავად. თან ეს უბრალო მეფეზე კი არის ლაპარაკი, მათ წარმოდგენაში ცხებული მეფე არის მარადიული მეფე.
რომლის მეფობაც არ დასრულდება არასდროს, გესმით? ახლა მეფეები უწამებია, თავიც მოუკვეთავთ, ხო გასაგებია, მაგრამ იუდეველთათვის ცხებული მეფე ეს არის ისეთი ცნება, რომელიც იქნება მარადიული მეფე. აი როგორც დანიელის მე-7 თავშია, მიეცა მას მარადიული მეფობა ყველა სამეფოზე დედამიწაზე. ამავე მეფეზე წერია, რომ დასაკლავად მიიყვანეს ცხვარევით და ხმას არ იღებსო დუმს, როგორც ცხვარი მპარსველთა წინაშე. საპყრობილიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა, ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით, საფლავი მისცეს მას ბოროტეულთა გვერდით, ვისთან ერთად აწვეს იგი ჯვარს? ორ ავაზაკთან და იმათთან ერთად დამარხეს სადღაცო. და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, დიდარი კაცი იყო მასთან მის სიკვდილში. ვინ იყო ის დიდარი კაცი? იოსებ არიმათიელი და ნიკოდემუსი, როცა მდიდარი ჩამოხსნეს ჯვრიდან, ხო? რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა, უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეყარა. ნახეთ, სნება შეყარა და მოკვდა. საფლავში დადეს მოკვდა. და შემდეგ გრძელდება ეს წინასწარმეტყველება, ლაპარაკობს ისე როგორც ცოცხალზე. უყურეთ ახლა, როცა გასწირავს მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, ნაგრამი რა არის? თავის ნაშიერებს, თავის შთაომავლებს. იხილავს იგი თავის ნაგრამს, ხო, გვარია საფლავში წევს, მაგრამ აი ამ მსხვერპლის შემდეგ ის იხილავს თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. მისი დღეები გაგრძელდება, ანუ იცოცხლებს. ანუ აქ აღდგომაზეა ლაპარაკი. საფლავში დადეს და ამ მსხვერპლის შემდეგ გაუხანგრძლივდება დღეები და უფლის ნება, რაც მას უნდა დედამიწაზე, მისი ხელით წარიმართება, თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავს და დაამდება. იხილავს, რომ ის მსხვერპლმა ასეთი სიკეთე მოუტანა ადამიანებს, ზღმერთზეა ლაპარაკი, დაამდება, მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილი და სხვათა შეწოდებებს იტვირთავს. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს. ამიტომ მრავალში, აი მთელ მსოფლიოს სამეფოებში ექნება მას წილი და გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი, ცოდვილთა შორის შეირაცხა, მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. ხედავთ, აი ერთ თავში ორივეა ნათქვამი, ხომ? ნაწამები, ნატანჯი და მოკლული და შემდეგ გაახანგრძლივდა დღეები, იცოცხლა და ნახავს თავის ნაგრამს. ან ხედავთ, ხესმით, ამიტომ იუდეველებს შორის ეს ორივე იყო, ორივე სახე ქრისტესი და არ იცოდნენ რომელია, და ამბობდნენ, გამოსავალი რა იპოვეს მათმა რაბინებმა, ნახეთ, რომ აი სანჰედრინია, ეს ტრაქტატი წერია, რომ თალმუდში, რომ ეს ასე უნდა გავიგოთ. თუ როცა მოვა ქრისტეო, ჩვენ ღირსეულები ვიყავითო, ღირსეულები დავხვდითო, მაშინ მოვა დიდებითო. და თუ უღირსები ვიყავით მისი მოსვლისთვისო, მაშინ მოვა ტანჯვისთვის. მართალია. უღირსები იყვნენ და ამიტომ იტანჯა, მოკვდა მათთვის და მეორედ უკვე მოვა დიდებით და ის ნატამალი ისრაელის, ვინც იწამებს მას, ისინი მართლა ღირსეულები იქნებიან და დახვდებიან ისრაელში თავიანთ მესიას. ხო გასაგებია. აი ამიტომაც პეტრეც როგორც ჩანს, აი ამის გავლენის ქვეშაა და ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა მოკვდეს ეს მარადიული მეფე. და შეკიცხავს, რომ ნუ უფალო, ნუ ღერთმა დაგიფაროს და ქრისტემ როგორც შეაქო, წეღან რომ ნეტარი ხარ, ახლა რა შეუნება? განვე ჩემგან სატანაო. სატანა გალაპარაკებს, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას, რადგან ღმერთს სურდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ჯერ ტანჯვა მისი და გამოსყიდვა ადამიანებს მის სიკვდილით და შემდეგ დიდება, როცა მეორედ მოვა. დიახ. სასტურჩემ დამოსულხარ, ხო, ჩემი საცდური ხარო, კი?
კი, ზუსტად მას აი მაგას გვასწავლის რომ პეტრე მიუხედავად ამისა რომ ნეტარია და ბევრი რამე შეიცნო ღმერთისგან, როცა აცდება ღმერთის ნებას და არ ესმის ღმერთის ნება, სატანა გიყენებს შენ სასტურისად. ზუსტად ესეა. გესმის? მაშინ გვამარცხებს ჩვენ სატანა და მაშინ გვალაპარაკებს, გვაკეთებინებს ცუს, როცა ღმერთის ნებას არ ვიცნობთ. ნუ გასაგებია ხა პეტრესთვის რთული იყო ეს ძალიან, ამის შემდეგ კი მიხვდა ის თავად ყველაფერს, მაგრამ ეს იმას ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ გვიყენებს ეშმაკი, როცა ჩვენ ზუსტად არ ვაზროვნებთ, როგორც მამარდაშვილი ამბობს, ხო? ფილოსოფიაში ჩვენი, როცა ზუსტად არ ვაზროვნებთ, ეშმაკი გვიყენებს ინსტრუმენტად. აი ზუსტად ამის მაგალითია ეს. აი ზუსტად ეს არის. და ნახეთ, აი და